მე ვარ ლიზი გუნდაძე 9 წლის. ვსწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა და ცეკვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. მე უკვე 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ იბერიაში. პირველად შევიკერეთ ფორმები და 10 მაისს გასტროლზე მივდივარ. და პირველად უნდა გქონდეს კონცერტი. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ტრენაჟი. ყველაზე უფრო გამიაწვილდა ჩაკურები. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ლეთია ეს. ჩემი ქორეოგრაფებია ირაკლი ბურჭულაძე და თიკო ფუცხეშვილი. უფრო მხიარულია ირაკლი მასწავლებელი. სამაგიეროდ თიკო მასწავლებელი უფრო ლამაზია. მე კიდევ ვაპირებ ვიცეკვო 3 წელი. მე ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი თბილისში. მაგ კონცერტზე ჩავიზმევდი ლურჯ მოკლე კაბას. მთელი დარბაზი იქნებოდა სავსე და ყველა ბილეთი გაიყიდებოდა. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემს ორდას ვუყიდიდი თავიანთ სახლებს. რადგან ჩემთვის ვიყიდდი უამრავ წიგნს. კითხვა ძალიან მიყვარს და ჩემი საყვარელი წიგნია სალამურას თავგადასავალი. მე უკვე მაქვს 6 წიგნი წაკითხული და ეს პროცესი ძალიან მიყვარს. მე კითხვა შემაყვარა ერთმა წიგნმა და ეს წიგნი იყო დიდი ნუნუ. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრობაზე. მეგობრობა არის ერთმანეთის სიყვარული, სიკეთე და პატივისცემა. მე ახლა მყავს 50-მდე მეგობარი და მინდა მყავდეს 70 მეგობარი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე ჭაღალიძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ნუცა ცენტერაძე. ყველაზე ცელქია დათუნა. ყველაზე მშვიდია იაკობ კეჟერაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ბრანჭია და ჭკვიანი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. ყველა მასწავლებელი თანაბრად მიყვარს, ამიტომ ერთ-ერთს ვერ გამოვარჩევ. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე დაწყებითების მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მზარეული. დედიკომ მასწავლა საწმელების გაკეთება და ძალიან კარგადაც გამომდის. პირველად საწმელი რო გავაკეთე, ვიყავი 3 წლის. მაშინ ბებიასთან ერთად პირველად გავაკეთე ხაჭაპური. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ვინეგრეტის გაკეთება. ახლა მინდა ვიყო 25 წლის, იმიტომ რომ მამამ დამპირდა 25 წლის რომ გახტები მანქანას გიყიდიო. სხვათა შორის ველოდები ვარდისფერ ბენუეს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი 2 და. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. ჩემი უფროსი და არის 11 წლის და ქვია ანასტასია. ის არის ნერვების მომშლელი, ლამაზი და ჭკვიანი. ნერვებს მიშლის როცა ჩემთვის უზივარ და ტელეფონს უყურებს და მოდის და თმებზე მქაჩავს. მავნე გოგოა, მაგრამ ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ანასტასია რომ გაიზრდება გამოვა ექიმი. უმცროსი დაიკო არის 2 თვის და ქვია კესანი. კესანი არის მჭამელი, მტირალა და ზარმაცი. ის ალბათ გამოვა პოლიციელი. მამიკო არის თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი. და ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ჭკვიანი და თბილი. ძალიან გამიმართლა რომ ასეთი კარგი მშობლები მყავს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ჩემი და ძალიან ლამაზად ხატავს და რომ ვუყურებდი მეც ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონებს და გარემოს. ხატვაში ჩემი აზრით მთავარია ადამიანს როდესაც ხატავს, სახის კარგად გამოვკვეთო. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 25 ცალი. იმიტომ ვაგროვებ რომ დიდი რომ გავიზრდები, მინდა ვნახო ჩემი ნახატები და გავიხსენო ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 13 წლის ასაკში. მე მინდა რომ დიდი ვიყო, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ლიზი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ლიზი დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლიზი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ელენა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი?
მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია თუთიყუში. ბედნიერება არის თუთიყუშის ჩუქება, ნათესავებთან ერთად ყოფნა და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.